როგორც ცნობილია, ენის წარმოშობის საკითხით ადამიანი შორეული წარსულიდან იყო დაინტერესებული, რაც დასტურდება გადმოცემებით, მითებითა და ლეგენდებით. ენათმეცნიერება თანამედროვე ენაში პირველყოფილი მეტყველების კვალს ვერ პოულობდა. ენათმეცნიერებმა იმედი გადაიწურეს და გამოაცხადეს, რომ ენის წარმოშობის საკითხის შესწავლა შეუძლებელია. ეს ბარიერი 1990-იან წლებში გაბედულად გაარღვიეს მამაშვილმა, მამანტი და ცირა ძაძამიებმა და წარმოადგინეს მეთოდოლოგია, რომლითაც ადვილად შეიძლება ენის წარმოშობის საკითხის შესწავლა. დღეს მამანტი და ცირა ძაძამიებმა ენათმეცნიერებაში გადატრიალება მოახდინეს. მათ ენის წარმოშობის საკითხისა და საერთოდ ენის ფენომენის შესწავლას მიუძღვნეს 3200-მდე ერთობლივი ნაშრომი. მათ შორის 10 მონოგრაფია, აქედან 1 7-ტომეული, 1 3-ტომეული და 1 20-ტომეული. 30 წლიანი მეცნიერული ნამუშევრების მიხედვით დამტკიცებულია, რომ მეგრული ენა დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. მამაშვილის მიერ გამოცემული ნაშრომები აღიარებენ და ენობრივი მასალებით ასაბუთებენ კიდეც, რომ ენის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ხმა ბაძვითობა. მეგრული ენის წარმოშობის საკითხებითა და ძაძამიების ოჯახის გაცნობით ბოლო პერიოდი ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ამ მიზნით როგორც ქართველები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ მათ ოჯახს. მამაშვილის უნიკალურ ნამუშევრებს გამოეხმაურა რუსეთის ენათმეცნიერების ინსტიტუტიც. სულ ცოტა ხნის წინ ძაძამიებმა მუშაობა დაასრულეს 20-ტომეულზე. მეგრული ენა, ენის წარმოშობისა და განვითარების ცოცხალი მატიანე. წარმოდგენილ მეგრულის ზმნურ ფუძეთა ლექსიკონში დაფიქსირებულია ამ ენის 1,460 მილიონზე მეტი სიტყვა. თანამედროვე მეგრულში მეტნაკლები სიხშირით ხმარებადია 500 მილიონი სიტყვა. ამავე შემადგენლობის თანაავტორობით დაწყებულია მუშაობა მეგრულ ქართული ლექსიკონის 1000-ტომეულზე. გასულ კვირას მამანტი ძაძამიამ შეხვედრა გამართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აიას წევრებთან, რომლებსაც ესაუბრა 20-ტომეულის მნიშვნელობაზე. ძაძამიების უნიკალური ნამუშევრების შესახებ ტელეკომპანია ჯიხას არაერთი სიუჟეტი თუ გადაცემა მოუმზადებია. ამჯერადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია აკადემიკოსთა ოჯახს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეცნიერ მკვლევართა გარკვეული ჯგუფის მიერ მამანტი ძაძამიას ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აია, რომლის პრეზიდენტად არჩეულია 8 სხვადასხვა აკადემიის ნამდვილი წევრი, 5 უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მამანტი ძაძამია. ვიცე-პრეზიდენტებად კი არჩეულნი არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კლიმენტი შელია და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცირა ძაძამია. აკადემია აიას ადგილსამყოფელია მამანტი ძაძამიას სახლი. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისის თვეში საიუბილეოდ გამოიცა მამანტი ძაძამიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ კრებული, სახელწოდებით სიცოცხლეშივე უკვდავებად და ლეგენდად ქცეული, რომლის ავტორია მამანტის ვაჟიშვილი ბესარიონ ძაძამია. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჯიხას, ტელევიზია ჯიხას მუშაკებს, პირადად მის დირექტორს, ბატონ კახა კვარაცხელიას, იმისათვის, რომ თქვენ მუდამ იჩენდით განსაკუთრებულ დაინტერესებას ჩვენი შრომის შედეგებთან დაკავშირებით და ყოველთვის პრაქტიკულად ძალიან დიდ ინფორმაციულ მასალას აკეთებთ მოსახლეობას, ჩვენს მაყურებლებს და საერთოდაც. კიდევ ერთხელ ამ მისიით მომბრძანებისათვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩემი საუბარი შეიძლება თანმიმდევრული არ გამოდგეს, არ იყოს. იმიტომ რომ კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, როგორია თქვენი მუშაობის შედეგები და რა ახალი გაგაჩნიათ, ან კიდევ რა სპირდებით მომავალში საზოგადოებას, იმდენად მრავლის მომცველია, რომ მასზე პასუხის გაცემა არც ერთ ინტერვიუში მოთავსდება და არც რამოდენიმე საათიან, რა თქმა უნდა, ინტერვიუებში ვერ განთავსდება. თუნდაც რამ აძლევს ასეთი განცხადების უფლებას. აგერ ჩემი ქალიშვილი ცირა და
ჩემი თანაავტორობით, ჩვენი თანაავტორობით, რომ არაფერი ვთქვათ, ცალ-ცალკე ჩვენს მიერ შექმნილ ნაშრომებზე მონოგრაფიებიც გვაქვს ცალ-ცალკეც, მხოლოდ ერთობლიობაში რაც გაგვიკეთებია 3600 ერთეულს შეადგენს. 3600 საინათმეცნიერო გამოქვეყნებული თუ ჯერაც გამოუქვეყნებელი ნაშრომი გაგვაჩნია ჩვენ. ეს შეიძლება ფანტასტიკური მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ფაქტიურად ასეთია სინამდვილე. მათ შორისაა 10 მონოგრაფია, ამათგან ერთი 3 ტომეული, ერთი 20 ტომეული და დანარჩენი თითო ტომი ან წიგნები თითქოს და ტომის სახით, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა ასეთი ტომეული არა. ამის შინაარსის მოყოლა რა თქმა უნდა შეუძლებელია და ამას ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არც ვერც გაითვალისწინებს. მოგეხსენებათ, იყო დრო, როდესაც არც ერთი დარგი მეცნიერებისა არ არსებობდა. ადამიანი 100-მდეც ვერ ითვლიდა. მაგრამ მოვიდა დრო, როცა ადამიანთა საზოგადოება უკვე ფლობს 1000-ობით მეცნიერების დარგსა და ქვედარგს. ადამიანმა მისხალ მილიმეტრებში, გრამებში გაზომა დედამიწის, მთვარის, მზის, პლანეტების, ციური სხეულების ზომები, მოცულობანი, მასები, ანუ წონები და ასე შემდგომ დაუკავშირდა ერთმანეთს მანძილის და ადგილის მიუხედავად ტელეხედვით. სატელეფონოზე საუბარზე რომ არაფერი ვთქვათ და აი ამ დონემდე მიაღწია ადამიანმა და ასეთ პირობებში თქვენ წარმოიდგინეთ, მან ვერ შესძლო შეესწავლა ენის წარმოშობის საფუძველი. მეტიც სოფლიო ენათმეცნიერებამ თითქმის ერთხმად აღიარა, განაცხადეს ეს პირველად ითქვა პარიზის საენათმეცნიერო საზოგადოების მიერ 1868 წელს და შემდგომ თითქოს და დაკანონდა, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ენის წარმოშობის საფუძვლების შესწავლას. ეს საკითხი სამუდამოდ დაკარგულია ადამიანთა საზოგადოებისათვის. ხო, ჩემო ბატონო. რა თქმა უნდა, ენის წარმოშობის საკითხით ადამიანი ოდითგანვე იყო დაინტერესებული ამაზე, თუნდაც ზღაპრები, მითები, გადმოცემები და წყაროები მეტყველები. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან საბერძნეთში ანტიკურ პერიოდში ჩამოყენებული იქნა მთელი რიგი თეორიები ენის წარმოშობის შესახებ. 5 ძირითადი თეორია ჩამოყალიბდა. ჟესტ მიმიკის თეორია, რომლის მიხედვით ადამიანი ამეტყველდა თავიდან ჟესტ მიმიკებით. ახლა ესეც ჟესტ მიმიკაა მე ვაკეთებ და სახით რომ ჩვენ ერთმანეთს ვანიშნებთ ხოლმე. მაგრამ ეს თეორია ვერ ხსნიდა და ვერ ახსნა, რა თქმა უნდა, თუ როგორ გადავიდა მე ბგერით მეტყველებაზე ადამიანი. რამ წარმოშვა ბგერითი მეტყველება. შემდეგი ეს იყო წამოძახილების თეორია, ანუ შორისდებულების თეორია, რომლის მიხედვით ადამიანმა რაღაცა წამოიძახა განცდებიდან გამომდინარე, ტკივილის, სიხარულის და სხვათა განცდებიდან გამომდინარე და აქედან მერე თანდათანობით, ესე იგი, მეტყველება წარმოიშვა. მაგრამ სხვა თეორიები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ხმაბაძვითობის თეორია. აი, თქვა წამოაყენა სწავლულმა, რომ გუ გაისმის და გუგული დაერქვა მას თქვათ ქართულად. აი ესე ხმამიბაძვის საფუძველი, ყიყინი, შრიალი, ღრიალი და მისთანანი ხომ ხმაბაძვითი სიტყვებია. ამიტომ ენის წარმოშობის საფუძველი არის ალბათ ბუნებაში არსებული ბგერებისადმი, ანუ ბუნების საგანთა მიერ გაღებული ბგერებისადმი ხმის მიბაძვა. ამას ხმაბაძვითობის თეორია დაერქვა სახელად. შემდეგ შრომითი თეორია.
აი ასეთი წარმოიშვა. სხვათა შორის მარქსისტული შრომითი თეორია აქედან განვითარდა მე. რომ ადამიანს დასჭირდა შრომის პროცესში ერთმანეთისათვის რაღაც ეთქვა და აი აქედან წარმოვიდა მე მეტყველი. მაგრამ ყველა ეს თეორია და სხვა დანარჩენი შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი თეორიები, რომელსაც მე ახლა არ ჩამოვთვლი, გაერთიანდა საბოლოო ჯამში ორ ძირითად თეორიაში. საგნის სახელდებისა და ენის წარმოშობის ბუნებითობის თეორია და საგნის სახელდებისა და ენის წარმოშობის პირობითობის, წმინდა წყლის პირობითობის თეორია. ესე იგი, შეთანხმების თეორია დაერქვა ამ უკანასკნელს. ესე ბუნებითობის თეორიაში შევიდა, რა თქმა უნდა, თვით ეს ხმაბაზვითობის თეორია. საგნის ბუნების მიხედვით შეარქვა ადამიანმა საგანს სახელი. მაგრამ ახლა ამ თეორიების მომხრეთა შორის გაჩაღდა ბრძოლა. საგნის სახელდების ბუნებითობის თეორიის მომხრეებს პირობითობის შეთანხმების თეორიის მომხრეებმა აი ასეთი არგუმენტი წამოუყენეს. საგანს რომ სახელი მისი ბუნების მიხედვით ერქვას, გუგული ყველგან ერთნაირად იძახის, ასევე მამალი და ასე შემდეგ სხვა ცხოველები, ფრინველები და სხვანი. რატომ სხვადასხვანაირი სახელწოდება გაგვაჩნია სხვადასხვა ენაში, ანუ არ გვექნებოდა სხვადასხვა ენა, პრაქტიკულად ასე რომ იყოსო. ესე იგი, ამაზე პასუხი ვერ გაიცა. ჩავარდა ბუნებითობის თეორია, ამით. მაგრამ სამაგიეროდ იმათ აქეთ დაუსვეს ასეთ შეკითხვა. საგანს რომ სახელი შემთხვევით და ნებისმიერ, ანუ ადამიანის ნებასმეულის საფუძველზე რომ ერქვას, მაშინ რატომ არ შეიძლება ახლაც შეუცვალოთ დღეს, თქვათ და ცხვირის ნაცვლად თქვათ გემი. ხორცს უწოდოთ ბულბული. ბატონო და ასე შემდეგ ძმას მთა ვერ გაიცა პასუხი. ასე რომ ყველა თეორია პრაქტიკულად საპირისპირო თეორიების მიერ უარყოფილი იქნა. მაგრამ იმის გამო რომ მაინც ენა მაინც სიტყვები მაინც პირობითი ნიშანია. აი ძალიან ხმაბაძვითი ფორმა მეგრულის ჯღურჯღო. ჯღურჯღოს გაიძახის ეს ფრინველი და იმიტომ, მაგრამ ჯღურჯღოს სიტყვა ხომ არ არის თვითონ ჯღურჯღო და ხო არ შეიძლება მისი არც მოკლა, არც გაპუტვა და შეწვა და შეჭმა. ესე იგი თვითონ ჯღურჯღო არ არის. მასშტაბზე პირობითი ნიშანია მაინც. კი ბატონო, მაგრამ გააჩნია ეს არის ბუნებითი პირობითი ნიშანი. საგნის ბუნების საფუძველზე შექმნილი და სულაც არ არის იგივე პირობითი ნიშანი, თქვა წიგნი, რომელიც ამას დაერქვა. ეს უკვე ხელოვნურია. აი ამის გარჩევაც იყო საჭირო. რა თქმა უნდა. იმისათვის რომ შეგვესწავლა ენის წარმოშობის საფუძვლები, ჩვენი დაინტერესება წარმოიშვა იქიდან, რომ მე ძალიან ადრე 30 წლის წინ შევამჩნიე, რომ მეგრულში არის ძალიან ბევრი ზმნა. გეგონორთ სიტყვა და ამაზე ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ როცა გამიჩნდებოდა სურვილი, ჩავიწერდი ხოლმე და 400-ზე მეტი სიტყვა შევაგროვე. გეგონორთ, გეგნოსხაბ, გეგნოლენდ, გეგნოჟვენ, გეგნოტურინ და ასე შემდგომ. თბილისში ხშირად მიწევდა სიარული და ამიტომ მივიტანე ეს ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიმასწავლეს მეგრულ ჭანურის საუკეთესო სპეციალისტი არისო ასათიანი, ირინე ასათიანი და მას მიუტანეთო უნივერსიტეტში მივიტანე პირველად. ამ ქალმა როგორც მოისმინა ჩემგან და დაიღო ყურმილი, დარეკა, ვიღაცა შემოიხმოთ, მისი დაყოფილა პროფესორი იქვე. ჩემო ბატონო და უთხრა, ერთი შენი ჭირმა ერთად მოусმინოთ რაღაც საინტერესო ამბებს ყვება ეს კაციო. ხო და მოისმინა. და ბოლოს ახლა ზოგი რამ შემისწორეს იქვე. აი მე ზმნის წინები ძალიან ბევრი ვიპოვე თითქოს და მინილ და სხვა დავუშვათ კიდევ სხვანაირად რო გამოიხატება, ეს ცალკე ზმნისნად ჩავთვალე. მორთ მოულა. ამათ უკვე შემისწორეს, მორთ არ არისო მოზნის წინი ამ შემთხვევაში. მოულა. როცა არის ესე მერთ მეულა. ხო, ესე იგი სახელს ზმნამდე დავიყვანოთ და რას დაგვრჩება ის არის მისინია და ასე შემდგომ და ესე ფაქტიურად მიბიძგეს რომ გამეგრძელებინა მუშაობა. მე უთხარი არაფერში ეს არ მჭირდება, მე აგრონომი ვარ სპეციალობით და თუ რაიმეში გამოსადეგია თქვენ მინდა დაგიტოვოთ იმისათვის მოგიტანეთ მეთქი. როგორ პლაგიატობას ხوار დავიწყებთ. ქართული ენის გრამატიკა გეტყობათ კარგად იცით
მეგრული თავისთავად თქვენზე უკეთ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. აი რაც მოგიტანეთ ის ხო არ გავაკეთებიო, არ გავაკეთებია, არ არისო, ერთჯერობით. ამიტომ ესე იგი მიბიძგეს, მაიძულეს. და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მე ხშირად ვაკითხავდი მათ, მე წინააღმდეგებოდა ხოლმე, არა ასე არ არის, მაგრამ მე ბოლოს როცა დაუმტკიცებდი რომ ასეა, მოხუცი ხალი იყო, შულზე მაკოცებდა, შვილი ვითო, აი ასე ჭიდილში რომ იმარჯვება, მას ქვია გამარჯვებაო და ბოლოს აი ასეთი რამეც მითხრა. ნეტავი გააცოცხლა ახლა. თუნდაც 3 თვით ჩემის ნატრით არნოლდ ჩიქოვავა, რომ იცოდეთ რა ბედნიერი იქნებოდით მაშინ. მე მაშინ ახლა ვერ მივხვდი რა იყო ეს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ასეთი ის მითხრა და ჩვენო არ გაგვიჭირდებოდა ხოლმე ოღონდ გვეთქვა რამე და თვითონ იბეჭდებოდა. თავისთავად წიგნები და სიმო ჩვენ არაფერს გასაჭირი არ გქონდაო. და ახლა ის კაცი რო იყოსო სულ სხვა ამბავი იქნებოდაო და ყოველ შემთხვევაში გაგრძელდა და რა გამოვიდა ახლა. რა არის მეცნიერება მანამდე აი ძალიან პატარა ექსკურსის თუ შეიძლება გავაკეთო. მეცნიერება როგორც ეს განმარტებულია ლექსიკონებში არის სისტემური ცოდნა ბუნების კანონზომიერებების შესახებ. მე თუ მკითხავს კაცი შეიძლება ცოტა ხატოვნად ასეთ ვთქვათ. მეცნიერება არის ჩვენი გონების შეთანხმება ჭეშმარიტებასთან. რომ ჩვენ ვეთანხმებით ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება უნდა მოვიძიოთ, მოვიპოვოთ. ჭეშმარიტება ისიც რომ წვიმს და თოვს, ხო? მაგრამ ეს ამის დაფიქსირება მეცნიერებად ვერ ჩაგვეთვლება. არ ჩაგვეთვლება, მაგრამ თუ რა იწევს წვიმასა და თოვს, იმის გამოკვლევა. თუ ეს ჯერაც არ არის გამოკვლეული, რა თქმა უნდა მეცნიერება. რა თქმა უნდა მეცნიერება. აი ამიტომ ბუნების კანონზომიერებების შეცნობა, იმ ახლის გამოვლენა, რაც სინამდვილეში არსებობს, მაგრამ სხვისთვის ჯერ ცნობილი არ არის. აი ეს არის ჭეშმარიტება მიგნებამდეა. ძნელი თორემ მიგნებული ჭეშმარიტება ძალიან იოლია. ძალიან იოლია. ზოგჯერ რა უწყობს ხელს ბუნება რა არის? საგანთა სამყარო. მე ასე წარმომიდგენია ეს. ჩემი სიტყვებიც არა აქვს, ის სიტყვას ვიყენებ შემთხვევაში, მაგრამ ჩემიც არის ნაწილობრივ მისი გარკვეული ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, რომ ბუნება არის გადაშლილი, მუდმივად გადაშლილი წიგნი, რომელიც ადამიანს მუდმივად ახალ-ახალს აწოდებს, რომ იქიდან შეიმეცნოს, გაიგოს და ეს უკვე მისი განვითარების გზაც არის, პირობაც არის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად მეუბნებიან მართალი გითხრათ, ეს სამეცნიერო სესიებზეც ითქვა, ამ წიგნების პრეზენტაციაზეც ითქვა, მეცნიერუშაკები აკადემიკოსების პირიდან ძაძრამიერს მამაშვილს ღმერთი დაეხმარა, განგება დაეხმარა და ასე შემდეგ. ხო და მართლა ხო არ ნათქვამია, რაცა ღმერთსა არასადეს, არასაქმე არ იქნებისო, ეს ცნობილი გამონათქვამია, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ ჩვენი გონება არ ეთანხმება არა ზოგ რამეს და მე მართლაც დარწმუნებულიც ვარ ამაში და აი რატო. ზუგდიდში ვატარებ ლექციას დაუშვათ დღეს. გავდივარ ეზოდან. ხმარათვითობის თეორია უკვე ჩვენ დამტკიცებული გვაქვს, წიგნი გამოცემულია. და დამემგზავრა ჩიტი. ჩრ ფაბრიკამდე ფეხით. ავედი და იქამდე და ალბათ მანქანა რო არა და ზუგდიდამდე ფეხით რომ მევლო იმ დღეს ხომარ მიმყვებოდა ზუგდიდამდე თქვა მაფიქრებინა. აი ასეთი რაღაცები კიდევ ხდება. ბუნება ჩვენ გვასწავლის. ნახდა თქვა, ვფიქრობ ამის გამო. ახლა რა გამოვიდა ჩვენი გამოკვლევის შედეგებამდე ამის ესე იგი შედარებისათვის ალბათ აუცილებელია ვთქვათ როგორი შეხედულებები ჩამოყალიბდა ენათმეცნიერებაში მანამდე. სიტყვა ესე იგი ენის ლექსიკის ანუ სიტყვობრივი მარაგის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი არაფრითაა მოტივირებული.
მოტივირებული. არაფერს არ ნიშნავს. იგი მხოლოდ ცნებითობის თვალსაზრისით აღნიშნავს საგანს და მეტი არაფერი. მაგას, ესე იგი, საგანსა და სიტყვას შორის, ანუ ახსანისა და აღნიშნავს შორის არავითარი ბუნებრივი კავშირი არ არსებობს. ამტკიცებს სოფლიო ენათმეცნიერება დღემდე. ხო, ჩავბატა. ესე იგი, არავითარი აუცილებლობა არ არის ის, რომ დაუშვათ წყალს წყალი ეწოდოს, მას შეიძლება სხვა დარქმევა და ასე შემდეგ. ამას ნიშნავს ეს. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ენის წარმოშობის საფუძვლებს. ვინაიდან ის მიმდინარეობდა პრეისტორიულ ხანაში. მის შესახებ არანაირი ჩანაწერი არ გაგვაჩნია. თანამედროვე ენაში არ მოიპოვება ენის წარმოშობის პირველი პერიოდის ამსახველი რაიმე თუნდაც ელემენტარული ჩანაწერი. ამიტომ ეს საკითხი ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგულია. მე შეიძლება დავუსვი ჩემს თავს და ჩემმა თანაავტორმა კაცო, როგორ სად ვეძებოთ ოქროს გამოკვლევისათვის ქვანახშირი ხარ უნდა ავიღოთ სასინჯი იმათ ლაბორატორიულ ობიექტად. ისევ ენა და თანაც ჩვენ გვასწავლის საბინადბისმეტყველო მეცნიერება, რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება. გარდაიქმნება ერთ სახიდან მეორე სახედ, არა? აბსოლუტურად არაფერი არ იკარგება. როგორ შეიძლება ენაში ყველაფერი დაკარგულიყო თქვა? ეს ინტერესი თავიდან გაგვიჩნდა. და ამიტომ როცა უკვე კურსი გარკვეული ავიღეთ და აი ხმაბაძით ფორმები ძალიან ბევრი აღმოჩნდა ენაში, მერე ჩვენ უფრო თამამად და რაც მთავარია, მე პირადად არ მბოჭავდა ის ნორმები, ის დოგმები, ის სტერეოტიპები, რაც შეიძლება ბოჭავდა და ბოჭავს ზემდე მეცნიერს, როგორც ასეც, რომ მას ზედმეტი არა რეალური, არა ჭეშმარიტი წამოსცეს და მას საფრთხე ექნება მის მეცნიერულ ცოდნას, ღირებულებას, მისას, შეფასებას. ეს მე არ მბოჭავდა. ჩემთვის სულეთ იყო, არაფერს არ კარგავდი. და ჩემი შვილისთვისაც დაახლოებით ისეთივე იყო იმ პერიოდში, რა კი ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობიდან ამყვამე. აი უბგერაზე. მეორეულია ეს მეთქი ოჯახში უხსნი წევრებს და როგორ მეორეულიო. აი სხვათაშორის ამ ბესომ თქვა პირველად. ძალიან პატარა იყო რა ეხსოვნება. ბავშვი რომ ტირის რაშია საქმეო და მართალია მამიკო ცდება აყვერდა ცირა. აყვნენ ყველანი. ტირის ნებისმიერი ბავშვი. ესე პირველადია. ის პირველადობის საკითხს რო წამოვაყენებდი მე ენათმეცნიერთა წრეში თუ თითოეულ მათგანთან და არაფრით არ უნდათ მოსმენა. თურმე რას ნიშნავდა? უბგერა მეგრულშია შემონახული. სხვა ენებში იშვიათად არის, სხვებში, სვანურში და ასე შემდეგ, მაგრამ მე რომ დავამტკიცო მეგრულში უბგერა პირველადია, ნიშნავს რომ თურმე ვამტკიცებ მეგრული პირველადი ენაა ქართულთან შედარებით და უპირატესობას ვამტკიცებ თითქოს გონია რომელიღაც ენათმეცნიერს და მე მიშლის ხელს. როგორ შეიძლება ესო? არა. დამტკიცებული იყო ეს პირველად უბგერა აღმოაჩინა, შენიშნა რაფიან ალექსანდრე ცაგარელმა. და ეს არის მარცვალ წარმომქმნელი ბგერა. ამას დაამატა არნოლდ ჩიკოვოვამ, რომ ეს მარცვალ წარმომქმნელთან ერთად არის ნეიტრალური ბგერა, რომელიც არაფერს არ აღნიშნავს ალბათ. ხო და მიიღებაო ი და უ ხმოვნებისაგან, მათი რედუქციის გზით. მაგრამ ჩემს თავში ეს არ ჯდებოდა როგორ კაცო. ესე რედუქცია არის შემცირება. დამცირება, დამცრობა. როგორ ახლა საღი ნაყოფი ავიღოთ და კუტი ნაყოფი შეიძლება გახდეს იგი იქცეს, უკუსლა გაკეთდეს. ამ დაჭრობა შეიძლება, მაგრამ მაინც კუტი ნაყოფი არ არის. ესე უკუ არ ხდება. წარმოითქვა და როგორ არის, მაგრამ წარმოითქვა, რო აკვირდებოდი დაუშვათ. ხრომუნჯებს. ბავშვი ბალახობს ის რა ქვიან. ღორი და ბავშვი დაბადებული და ტირილი და ეს არის ფაქტიურად არანაირი დამუშავება რო არ შეიძლება ისეთი ბგერა. თავდაპირველი ბგერა ვიფიქრობ წვა კარგი, მაგრამ მე ახლა უკვე დავინახე კაცო. ზუილი ბგერა. და აი ჩვენ მუშაობის დროს ზუილის გამხატველი ბგერა, მაგრამ ბაზალი, ბეზერი, ბიზინი, ბოზორია, ბუზურუა. ეს ბზში არ არის ჩასმული. აი
აი ესეც და თუ მაშინ აზგან როგორ მოვიდა კაცო ყველა ბგერისგან ხმონისგან თუ მოვიდა რა საჭირო იყო ეს ბოლოს მაგრამ ასე არ გამოდგა ასე არ მაშინ აი სწორედ პირველი რამ მიშველა და რამ მიშველა ჯრ გაიზახის შეიძლება ყივილი გუგული და ასე შემდგომ და ვერ გაარკვიო როგორ გამოვიდა ეს ასე გუგული არასდროს არ უთქვამს გუგულს და როგორ გუგული მაგრამ ჯრ-ჯრს ამბობს და ჯრ-ჯრ კაცო პირდაპირ აგერ ხელთ გაქვს პირდაპირ მასალა და გამოვიდა რომ ჯრ-ჯრ მარა ჭირჯღალი ოჯღირჯღინანც ხო გვაქვს სიტყვები ქმოჯღირჯღინო გენოჯღირჯღინო მეჯღირჯღინოც მუზგეჯღირჯღინო და ასე შემდგომ ეს ყველა ჯღირჯღისგან არის წამოსული იმიტომ რომ მუზგეჯღირჯღინო და ჯღირჯღალი და ასეთ რაღაცები ჯღირჯღისგან არ გაგიგონია არასოდეს მაგრამ პირველადია ჯღირჯღი მაინც და მაინც აი ამ კვლევა მიგიყვანა სანამდე აი ახლა დაუშვათ აგერ ჩემს მსმენელებსაც ვეკითხები რომ ნიშნავს ფრინველ ჯგორჯგოს ასეთი გამონათქვამები იგივე თანხმოვნებისაგან შემდგარი ფორმა მაგრამ სხვაგვარი დამარცვლით ჯგორჯგო მე მგონი არა ჯგორჯგო არ ნიშნავს არ აღნიშნავს ამ ფრინველს ჯგორჯგო არ აღნიშნავს 14 სხვადასხვანაირად დამარცვლა შეიძლება ფორმა ჯგორჯგოსი იგივე ხუთი ჯგორჯგო ბგერების შემცველობით მაგრამ სხვაგვარი დამარცვით ვიდრე ბუნებრივად ჯგორჯგოს სახელწოდება არის დამარცვი არც ერთი არ აღნიშნავს იმ საგანს რაშია საქმე აი სად ვიპოვეთ ჩვენ გასაღები ამისა ერთადერთი ფორმა ჯგორჯგო აღნიშნავს იმ ფრინველს იმის გამო რომ ის არის იკონური მსგავსი იმ ფრინველის ზახილისა და ჯგორჯგო არ არის მისი მსგავსი რა ხდება მაშინ აგერ უკვე სხვათა შორის ეს ცოტა ქებასავით გამომივა მაგრამ ბიოლოგიური დისციპლინები მისწავლია სკოლაში როგორც აგრონომს ეკონომიკური დისციპლინები მისწავლია როგორც დისერტაცია ეკონომიკის დარგში მქონდა ხო ჩემო ბატონო ახლა რო დავიანგარიშოთ თითო კურსზე 5-10 საგანი რომ უნდა ჩააბაროთ რამდენი საგანი გსოდნია და სხვათა შორის ერთია რო დავითვალე თითქმის 100-მდე საგანი მცოდნია და მარტო ეკონომიკის დარგში უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტების წინაშე წამიკითხავს ლექცია 23 საგანში მარტო ეკონომიკის დარგში ახლა პლუს ამას მივუმატოთ ენათმეცნიერების დარგში წამიკითხავს და ყველაფერი ეს დამეხმარა მეც და რაში რომ ბუნების მეტყველების საგნები არ მცოდნოდა პირადად მე გავიჭერდებოდა ჩვენ და ვერ გავიდოდით იქამდე სანამდეც გავახციეთ. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ისეთი რამეებია, რომელთა ბუნებრივისა. რატომ დამარცხდა ენათმეცნიერება? სწავლობდა ხან ფონეტიკა და სწავლობდა გამოკეთილად ცალკე. ლექსიკოლოგია და სწავლობდა ცალკე. ცალკე, რა ქვიან, გრამატიკის სხვა დარგები თქვა. ერთობლიობაში თვითონ ბგერის შესწავლიდან გამომდინარე როგორ ამეტყველდა აი ამის შესწავლა იყო მე ერთი რომ თეორიას ამოაყენებდა აი იმის მიმდევრების უნდა ემტკიცებინათ მაინც და მაინც ეს თეორია სხვა თეორიები საწინააღმდეგო უნდა ეთქვა და რა გამოვიდა აი მე რაც თეორიები დავასახელე ისინი და დაუსახელებელიც ჩვენი გამოკვლევების შედეგად და ყველა მართებულია ოღონდ თავთავიანთი კუთხით თავიანთ გარკვეულ არეში და ხმაბაძისობის თეორიის პრიორიტეტულობით. აი რა ხდება მაშინ. როცა ჯრ ისეთივე მარცვალ მიმთითებლობა როგორიც არის მის ზახილში გამოიხატა იკონური დადგა აი ამ შემთხვევაში აი თქვენ მედიცინის მუშაკებმა იცით ჩემო ზაირა ჩემზე უკეთ რა თქმა უნდა რომ ადამიანი ესე იგი რომ ხელს ამას ხელოდა და ახლა მე მეგრილა რა გრილია ფიზიოლოგიური ინფორმაცია მიიღო ფიზიკური ინფორმაცია ფიზიოლოგიური ინფორმაციის სახით გადაადგილდა და ჩემი ნერვული დაბოლოება ახლა ამ ხელებში არა და ამის მეშვეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემას მიეწოდა უკვე ფსიქოლოგიური ინფორმაციის სახით და იქ აისახა რომ წარმოდგენის სახით
წარმოდგენის სახით აისახა. მე უკვე საგანთან კონტაქტი დავამყარე ხელის შეხებით, მაგრამ მე მაქვს სხვა საშუალება თვალი. ამის მეშვეობით უკვე სხვა სახის ინფორმაცია ისევ ვიღებ ამას. სხვა ყნოსვის ორგანო, შემდეგ ჩემო ბატონო რა ქვიან სმენის ორგანო. და ამათი მეშვეობით ესე იგი ადამიანის თავში ინფორმაციები იყრის თავს და როგორც სარკეში ისე აისახება ნეირონებში, პატარა უჯრედებში ეს ასახვას პოულობს, მაგრამ სხვა წარმოდგენის სხვა მარშრუტია მე რა მაქვს გამაჩნია წარმოდგენაში იმის აღქმა. ამისათვის მე ის გარეთ უნდა გამოვიტანო რაიმე საშუალებით აუცილებლად, რომ სხვას დავანახო, ან მოვასმენო, ან რაღაც. ამის საშუალებად იქცა ხმაბაზვითი სიტყვები. მაგრამ რატომ მიმართა? საკითხავია, რატომ მიმართა ხმაბაზვას ადამიანებს, ჯერ კიდევ აუმეტყველებელი, ენაუდმელ ადამიანებს. განგებამ დაანათლა განათლება. განათლების მიღება, ესე იგი განვითარება რო არ ყოფილიყო იმაში, რა ქვია, ადამიანთა, პირველყოფილ ადამიანთა ნადგომებში ჩვენ აღმოვაჩენდით სხვა იმას, ტელეეკრანებს და რაღაცებს, არა? ყველგან კანჟის ქვები და ამგვარი ხდება, არა? ეს იმიტომ, მაგრამ დაანათლა განათლება, აი, ბუნება შექმნა და აი, ბუნება ისწავლე. აი, ეს იყო სწორედ ის, რომ ბიბლიის მიხედვით გამოდევნა გარეთ ღმერთმა ადამიანი და უთხრა აბა, აწი შენ თვითონ ისწავლე და მარგალი რო თქვა, გურქი ხესიანი, აი ეს გაკეთდა. ხო ჩემო ბატონო. და ასეც მოხდა. განვითარება, რა თქმა უნდა, ამ განვითარებას ბიბლია არ უარყოფს პირიქით. ამაზე სხვათა შორის ძალიან იმით ამბობს, ზვიად გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას ღვთისმოყვარეობა და ღვთისმოშიშობაც უგნებავთ და ესა რა ქვიან რელიგიის მიმართ რაიმე პრეტენზიას ვერავინ ვერ წაუყენებს, რომ ის არ იყო როდისმე და რაიმე ეიჭვებოდა. ხო და ესე იგი რა ხდება? ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ფესვები არ აქვს, მიწაში არ აქვს ფესვები გადმული, ბუნებასთან იმაზე უფრო მეტად აქვს გადმული. ის აღიქვამს ბუნების ყველაფერს და აი, გამოიტანა ეს ადამიანმა ხმაბაზვითი სიტყვების მიხედვით. გაიგო სხვა. და ასე მოხდა, ესე იგი, მაგრამ რა არის ახლა? ენათმეცნიერებმა ენის წარმოშობის ხმაბაზვითობის თეორიის უარყოფისათვის ასეთი არგუმენტი წამოიყენეს და დამტკიცებულად ჩათვალეს, რომ ენის ლექსიკის აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი ჯერ ერთი რომ არაფრითაა მოტივირებული თქვი და მეორე არახმაბაზვითია. ხმაბაზვით სიტყვებს მართალია ენაში ადგილი აქვს, მაგრამ ძალიან მცირედი და უმნიშვნელო ნაწილია მისი და მას ჩვენ ვერ ავკიდებთ ენის წარმოშობის საფუძვლების პრეტენზიას. ესე იგი, რომ კონდეს ვერ ვიტყვითო. რა გამოვიდა? მეგრული ენის ლექსიკის 99.2% ხმაბაზვითი წარმომავლობისაა. ესე იგი, რჩება სულ რაღაც ცოტა. ახლა არანაირი ხმაბაზვითობა არ იკითხება მაგალითად ქართულ სიტყვაში დაბრუნდა. ხომ? არ იკითხება, მაგრამ აბა დავიყვანოთ ძირამდე, თანხმოვნურ ძირამდე. განა ბრიალი სიტყვა აქედან არ არის და ბრუნავის შეულის მიერ გაღებული ბგერებია არ ჩანს აქ, აი, 10 ხმაბაზვითი სიტყვების გამოცნობის 10 კრიტერიუმის აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვეცა. მიუსადაგებ მას, მორჩა და გათავ. ხელი აქვს ხმაბაზვითი სიტყვები. და ამის მიხედვით მთელი ლექსიკის არიან ეტიმოლოგები, რომელთაც ძალიან მოსწონთ თავი 10 სიტყვის ეტიმოლოგია თუ არ შესწავლილი თავიანთ ენათმეცნიერო მოღვაწეობაში. მეგრული ენის მთელი ლექსიკის ეტიმოლოგია, ანუ წარმომავლობა, სიტყვის წარმოშობის საფუძვლები ჩვენ შესწავლილი გვაქვს და რამდენი სიტყვაც არის, ცოტა შემოვინახოთ და ბოლოს ვიტყვი მეგრულ ენაში. так. ესე იგი, საბოლოო ანგარიშით გამოვიდა, რომ მარტო ეს ფაქტი ამტკიცებდა, რომ ენის ლექსიკის 99.2% არის ხმაბაზვითი, არანაირი სხვა დოკუმენტი საბუთი არ გჭირდება ენის წარმოშობის
ხმაგათობის ისტორია დამტკიცებულია, ბუნებისობის ისტორია დამტკიცებულია და თელის ენათმეცნიერება გადაბრუნებულია ამით. მაგრამ ჩვენ ამითი არ დავკმაყოფილებული ვართ. ჩვენ ჩავეძიეთ რა მიზეზებმა, რა პირობებმა, რამ განაპირობა. აი ერთი გარკვეული ნაწილი აი როგორ ახმარდება ეს მოგახსენეთ და არ დავბრუნდეთ. მაგრამ მეორე ვნახოთ ახლა. ბუნებაში ვაპირდებოდით ყველაფერს. როგორ ეძახის წიწილებს კრუხი. ერთ რაღაცნაირ ძახილზე წიწილები დაიფანტებიან, გაიქცევიან საშიშროებაა. დალანდა რაღაცა კრუხმა და თან ისიც უთხრა მათ რომ არიქა გაიქეცით იქით. ბუჩებისკენ მე ვერაფერს ვერ გიშველი. და ბუჩებისკენ მირბია. როცა სხვანაირად დაუძახებს და აგერ საკვებია მოძალი და მიდიან მასთან. ასე ეხმიანებიან ბუნების საგნები, ცოცხალი არსებები, ერთმანეთს ცხოველები, ფრინველები და ესმით ავთხილებენ საშიშროებაზე, უღრენენ ანუ დაუშვათ და უჯამდებიან, ან კიდევ სიყვარულებიან კიდეც. ეს სიყვარულებიან კიდეც. ერთ დღეს აქ გამომეცხადა, აქეთ რაღაცა სამუშაო მაქვს, უბრალოდ ვაგვირდები რაღაცებს და ჩიტი დავიჭირე ერთხელ პატარა ჩიტი გადავარჩინე იმისგან. ემარებოდა და ჩიტის ის იყო სერდადაუმთავრებელი ისა პარტი. ხო და ის ხო არ არის მეთქი ვიფიქრად. მოდის და იქ გალობს. მოდის და გალობს. გამოვედი იქიდან და შეწყვიტა გალობა არ არის ეს ციტი გაქრა. შევედი ისევ და იწყებს გალობას შეაძლდება აგერ. ისე თამილას უთხარი რა ხდება სამჯერ გამოვედი ახლა საჭმელზეც გამოვედი ჩაქრა იმის მანდა რომ გავდივარ და ისჩიტი ხო არ არის ერთხელ რომ გადავარჩინე მეთქი. ეს ამდენი არ იქნება, მაგრამ აზროვნება ადამიანსაც აქვს, ადამიანს მარტო არ აქვს. აზროვნების გარკვეული ნაწილი ცხოველთა აზროვნებაც არის. რო არ აზროვნებდეს არაფერი ცხოველი, აბა ერთი კატას წასწრებ რა სულსაქციელზე რომ ხოცი მარავს რაღაცა და წაუთაქე და მეორე თუ არისა და რაღაც არანაირი აზროვნება რო არ კონდეს ჩემი პირუტყვი თქვენი სახლში არასოდეს არ მივა შენ სახლს სხვა ბაგას სადაც იპოვის იქ შევა ასე ჩემობატონო და ნატა მაგრამ ისინი აზროვნებენ რა თქმა უნდა სახეობრივად კონცეპტუალური აზროვნება ადამიანს გააჩნია აზროვნება ეს უკვე შეგნებული და შეგნებული აზროვნება მაშასა და მე რა ასეთნაირადვე დავასკვნე გაკეთდა ორივეს მიერ სხვათა შორის ჩვენ რომ მუშაობთ აი რანაირია მე და ცირა როცა ვაკეთებ არ აქვს მნიშვნელობა ცირა დაწერს თუ მე დავწერ პირველად ან საკითხს და ერთი ბედნიერება ჩვენი ეს არის რომ არასოდეს არ ქონია პრობლემა რა დავწერო ახლა რა საკითხზე ვიმუშაო რა სიტყვები მოვიმარჯვო უბრალოდ დავჯდებით მაგიდასთან მოვიმარჯვებ საწერ კალამს და შეიძლება 7 ტომეულს ერთო 20 ტომეულზე ვმუშაობთ რაღაც საკითხი წარმოიჭრება დაიბადება შევწყვეტ მაგაზე გადავალ იმაზე ხამე რამდენჯერ იმდენი სიკეთე ყველას ამდგარ ვარ სიზმარშიაც ამყვა დგევარ და ვუმტკიცებ ვიღაცას აუდიტორიას რომ ვ სუბიექტური პირისა და მ ობიექტური პირის ნიშნები ერთი ამოსავლიდან მომდინარეობენ მეთქი აუდიექი გამეღვიძა და როგორ კაცო ეს უკვე მივხვდი რომ ჩემი გონება ღამეც აგრძელებს იმაზე ფიქს რაზეც ალბათ თხისით ფიქრობ მაგრამ ეს როგორ დავამტკიცო კაცო და რომ ერთი და იგივეა თურმე არ დამტკიცდა გათენებამდე ძალიან შვენივრად დავამტკიცე რომ ეს ასეა და დავამტკიცეთ არა მარტო ეს ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით რომ თელი საგრამატიკო საშუალებები უგერისეული წარმომავლობისა აი ეს დამტკიცდა ბოლოს და ისიც 20 უგერისეული აი თუნდაც აქ ვიტყვი პირდაპირ ყრუმუნჯი უჩვენებს მაგრამ დავიწყების შედეგად ჩდება იქ სონორი გერაჩდება თავდაპირველად ბატონება ქონია აი და ასე შემდგომ ამით მიმართავდა ერთმანეთს ბუნების საგნები მათ შორის ადამიანი და ეხმიანებოდნენ მაგრამ ადამიანმა ათასობით წლის განმავლობაში პირველყოფილმა ადამიანმა ასეთნაირად რომ ქცევა არის ხდება მისი შეამჩნია რომ აი დათვისებული რეალი შემთხვევაში ტურა გარბის შეშინდა გელი განერიდა ამ კაცს საშიშროება
მაგრამ ჯგრს როდა იცახა ახლოს მისვლა შეიძლება და მონადირებაში დაეხმარა. ახლა ამან უკვე აზროვნების განვითარებისკენ უბიძგა აზროვნებას და ახლა ერთმანეთსაც რაღაც ინფორმაციები მის მიწოდების ცდაში გადავიდა ეს, გადაიზარდა. ერთმანეთსადმი მიწოდებაში თავიანთი ესე იგი ნაზრევის და ასე შემდგომ და ესე იგი ხმამიბაძვის საფუძველზე ადამიანები პრაქტიკულად ამეთყველდა. რა თქმა უნდა, გარდა ხმამიბაძვისა ჩვენ გვაქვს არახმაბაძვითი სიტყვები. მაგრამ რატი ადამიანმა უკვე მოიპოვა ერთხელ ბგერები ის მათი გარკვეული კომბინაცია უკვე გამოიყენა ცა არასოდეს არ იძახეს არაფერს, მაგრამ ცა ნებო რუსმა და ასე შემდგომ. ეს უკვე ნებისმიერი წმინდა წყლის პირობითი ნიშანია გვიანდელი მოვლენა ენაში, მაგრამ საფუძველი მაინც არის ხმაბაძვითი, რაც მან თავიდან მოიპოვა ის ბგერები. ამიტომ და თავდაპირველი მეტყველება ყოფილა თუ მას მეტყველება საერთოდ შეიძლება უწოდოს მეტყველება ხმაბაძვითი შორისდებულებით სონორი ბგერი ბავშვს დააკვირდით აკვანში ენის ატმის პროცესში და ასე შემდგომ იძახი ერთხელ ნახე ჩემმა სიდედმა პირზე ხელი დააკრა თავის შვილიშვილს და ნუ ინერწებიო ნუ უშლი ხელს ბავშვი მეტყველების პროცესშია მეთქი უთხარი რა კი ვიცოდი მე ეს ამ ჩემი ის პედაგოგი იყო მაგრამ ესე იგი თავის პედაგოგიური მითის ეთიკის თვალსაზრისით მან ასეც გააკეთა მაგრამ მე უკვე ეს შენიშნა რომ მივეცი იმიტომ რომ სონორი ბგერები გამომმარცვლელია მაგრამ ცალკე რს არ მოთქვა ყველაზე გვიან ძალუც ბავშვს თავის ტვინის ტრაუმის შემთხვევაში ყველაზე ადრე კარგავს რს და შეიძლება სულ ვერასოდეს ვერ თქواس არა ვერ აღიდგინოს დავეთანხმებით მე მგონი მედიკები ხო და აი ასეთი რამე აი რსონორი ბგერებით მაგრამ ადამიანს რომ დასჭირდა ახლა ამ რსონორი ბგერებით გამომარცვლი თვითონ სონორია და ასე შემდგომ შიშინა სისინა და ეს ბგერები და იქიდან სისინი და შიშინი და ასე შემდგომ არა სუზუნი და სხვა აი ეს რომ უნდა ეთქვა ჩვენებით მიმთითებლური ტონალობით უნდა გამოეხატა რაღაცა იმ საგნის შესახებ. ამ ჩვენებით მიმთითებლური ტონალობით გამოხატვას დასჭირდა სახმოსნო ორგანოების მაშინდელს უკვე ვერ დაუძახებთ სამეთყველოს. სახმოსნო ორგანოების დაძაბვა დასჭირდა. სამეთყველო ორგანოების დაძაბვა რომ დასჭირდა სამეთყველო ორგანოების დაძაბვის მიერი, ანუ ემფაზიის მიერი ბგერა წარმოჩნდა სონორი ბგერების რიგი შემცირდა ერთი რ დარჩა და ჯგრ მაგრამ მეორესთან ჯგრ ეს არის რედუპლიკაცია ჯგრ-ჯგრს ერთგან რ დაკარგული და მეორეგან ისა მაგრამ ქართულში უფრო არ არის ჯიჯრინი ის ღოც მეორე ღოცრა და ჯიჯინი იქნება ჯიჯინი სხვა სიტყვა აი როგორ შემოინახა იკონურობა თავიდან უფრო მაღალი იყო მაგრამ თანდათანობით სიტყვები კარგავს და აფიქსაცია მოხდა შემდგომ ეტაპზე მაგრამ ახლა ჩხრ გვესმის ჩვენ და ეს ჩხარჩხალი აქედანაა სიტყვა ქართულად ჩოხჩუ თქვი ბზ და აქედანაა ბუზი და ბზუილი მაგრამ სხვა ქართულად გვაქვს სხვა ხმოვნით გახმოვანებული სიტყვა არ გვაქვს ბუზი ბზუილი ბზუილა მორჩა და გათავდა მაგრამ მეგრულში ბეზ ბიზალი ბოზორია ბოზურიო და ასე შემდეგ მაგრამ მიბაზალ ალე ბაზალ ეკი ბაზალ წინი ბაზალ კნი ბაზალ ბაზალაფა მიდა ბაზალაფუ კმა ბაზალაფუ და ასე შემდეგ 86-ის მისინი გვაქვს 86-ის მისინი გვაქვს თქვენ წარმოიდგინეთ და იმდენი აფიქსი საგრამატიკო საშუალება რომ ესე იგი 500 აჭარბებს თლიანობაში კონკრეტულად ასახავს მოვლენას ბატონო კონკრეტულად ასახავს მოვლენას რა გამოიკვეთა თანხმოვნური სიტყვები იყო პირველად აი რომ ახლაც მეგრული იმიტომ არის ჩემის მხრივ და საერთოდაც ძალიან დასაფასებელი რომ არა მეგრული არსებობა და ცოდნა ჩვენის მხრივ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ახლა ქართული დაახლოებით ისევე ვიცი და უფრო მემარჯვება თუ გინდა მგონია და წერა მეგრულად რო დავწერო და ვიკითხო იმას ასჯერ მირჩევნია ქართულად წერო და ვიკითხო აი ეს იმიტომ რომ ჩვენ ეს შევეჩვიეთ და ჩვენ მშობლიური ენა არის ეს მეგრულთან ერთად რა თქმა უნდა მაგრამ საქმე იმაშია რომ
აი ამ პროცესში გარდაქმნა ხდება, იკონურობის ხარისხი იკარგება ამ გახმოვანების პროცესში და ზზე გითხარით, მაგრამ აქვე გეტყვით. ქართულში თუ ზ გახმოვანების შედეგად 10-მდე სიტყვას მარტო უღებულობ და გვაძლევს, ბზ ძირზე დამყარებით 2 მილიონზე მეტი სიტყვა გვაქვს მეგრულში. კრ გაიძახის ქათამი, ხო? და აქედანა კარკალი. კარკალი ქათამს არასოდეს არ უთქვი. არ წამოწდენი. და აც კარკალიანს, ალა კარკალიანს, წმო კარკალიანს, კონო კარკალიანს, გე კარკალიანსა, მუსგე ქიგო კარკალიუ და ასე შემდეგ და ვა კარკალიანს და სხვა. 4,700,000 სიტყვა გვაქვს მეგრულში კრ ძირზე დამყარებით. ეს იქნება 10-ობით ტომი. 10-ობით ტომი მეგრულის. აი ამაშია საქმე. მაგრამ ახლა ავიღოთ სხვა. აი სხვა შემთხვევაც ავიღოთ. რატომ არის მეგრული? მეგრული ნებისმიერი ენა, ბატონებო და ქალბატონებო არის საგანთა სამყაროს გარკვეული მოდელი. მაგრამ მეგრული შესახებ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საგანთა უნივერსალური სამყაროს უნივერსალური მოდელი. აი რატომ ქართული სიტყვები სის და არის სტატიკურია. სმნისინებს არ ირთავს. მიზის, მოზის, დაზის, ჩაზის გვაქვს? არ გვაქვს. მაგრამ აბა მეგრულში ხე, მაგრამ გეხე, ზეძის. მითოხე, მითე, ანუ შიგ მიღმილ ქვედაბლით სის. შემდეგ ინოხე, ინე, სიღრმილ ქვედაბლით სის. კუნოხე, კუთხეში ზის. მაგრამ კინოხე პირიქით მიბრუნებით ზის კუთხეში. კუნოხე პირაქეთ ზის, ისე როგორც მინილი და მუნილი. აი ამასაც კი არჩევს ამ ნიუანს მეგრული. ხო და 86 ზმნისინი 86-ვე ზმნისინი ადგილის ზმნისედისეული წარმომავლობის და მეტწილად თვით ზმნისედის სახით ლიარობაში წარმოდგენილი არის აქ. და ამიტომ ეს არის აღწერილობითი ხასიათისა. იგივე რე, ქართულში რე არის ფუძე მონაცვლეა ყოფნაც. აქედან არის მარგალური ოფა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რეს ρίნა ყოფნა მეგრ ქართულად 32 სიტყვა ძლევს მოვნახეთ. მეგრულში ამ შვიდტომეულში ერთი ტომი უჭერავს თითქმის 18,000-ზე მეტი სიტყვა რე რამდენნაირად გამოითქვის, მაგრამ ახლა საბოლოო ანგარიშით რომ ჩვენ მეგრულის სრული ლექსიკა შევქმნით და უკვე გვაქვს ეს კომპიუტერულად, მაშინ გამოვიდა რომ ის ერთი ტომი 5 ტომად იქცევა. მარტო რზე არის იგივეა ზ და ახლა წარმოიდგინეთ, მაგრამ ახლა ავიღოთ სხვა. ფსზე გითხარით, კარკზე გითხარით. მაგრამ ავიღოთ გვინჯღალი. ეს არის შედარება, ანუ ეპითეტი, არა? გრამატიკული თვალსაზრისით. გვინჯღალი დაახლოებით 3 მილიონი სიტყვა გვაქვს მეგრულში. გვინჯღალი, ალი გვინჯღრანც, იგი გვანჯღ, გეგვანჯღ, მოგვანჯღ, ასე შემდგომ და ალი გვინჯღრანც, ყველა ზმნისინი, ყველა და სხვა ის როგამო 3 მილიონამდე სიტყვა გვაქვს და არც ერთი არ გვაქვს ქართულში. იმიტომ რომ გვინჯღი ქართულში არ გვაქვს. ხო, აი ზუსტად იმიტომ რომ ესე იგი, ჩვენ გვაქვს ერთიანი სიტყვები ქართულ მეგრულში, მაგრამ გვაქვს არა ერთიანი გენეტიკური წარმომავლობის სიტყვებიც გვაქვს. მაგრამ ამიტომ ამონათესავი ჩვენი ენები. ქართული ენები, მაგრამ ყველა სიტყვა ერთიანი არ არის. ერთიანი იყოს, ერთიანი იქნებოდა, არ იქნებოდა სხვა.